შეხედე, სულ განადგურებულია მთელი მოსავალი. რა გუშველება დედა? ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჭიათურელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლის პრემიერით წარსდგა. ხუთკუნჭულა ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც მსახიობებმა საუკუნოვანი თეატრის სცენაზე ჭიათურელი მაყურებლისთვის გააცოცხლეს. პრემიერა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 120 წლის იუბილეს მიეძღვნა. რეალურად ეს არის ალბათ ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, სადაც ქალაქის დაარსებისთანავე დაარსდა თეატრი და ერთ და იგივე ასაკის არიან თეატრი და ქალაქი. მეორე იმიტომ, რომ ჭიათურის თეატრში ისეთი რანგის მსახიობები მოღვაწეობდნენ, რომ ამ მსახიობებმა თაობებად გაზარდეს მაყურებელი. და ამ მაყურებელს ძალიან ვცდილობთ, რომ ამ მაყურებლისთვის ხშირად ჩამოვიდეთ. ჩვენ შაშან კუკარაჩავი თამაშეთ ამ სცენაზე და წელს გადავწყვიტეთ, რომ ეს პრემიერა შემდგარიყო. ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საჩუქარი გაგვიკეთა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა. პრემიერა ახალი სპექტაკლი მიუძღვნა ჭიათურის თეატრის 120 წლის იუბილეს და მადლობა ამისათვის მათ ბატონ დიმო ღვთისიაშვილს, რომელიც იყო ინიციატორი და ავტორი ამ იდეისა. მე მგონი ძალიან კმაყოფილია დღეს მაყურებელი, ნახეთ რომ ძალიან გაიხარეს ბავშვებმა, ახალგაზრდებმა და არა მარტო მათ უფროსებმაც და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან სასიხარულო და ბედნიერი დღე ჩვენ თეატრისთვის, ყველა ჭიათურელისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით და ამით დაიწყო ეგრეთ წოდებული საზეიმო დღეების ქრონიკა, რომელიც გაგრძელდება სექტემბრის თვიდან, როდესაც ჭიათურის სახელმწიფო თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს გახსნის. რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა სპექტაკლი ქართული ხალხური ზღაპრის მოტივებზე შექმნა და ორიგინალური ნამუშევრით ჭიათურას ესტუმრა, თუმცა არა პირველად. ეს არის დოდო ხურცილავას და ჩემი პიესა ხალხური ზღაპრის მოტივებზე. აქ რა თქმა უნდა ორიგინალური ვერსია, იმიტომ რომ იქ დაიწერა სცენები, შეიქმნა პერსონაჟები, იმიტომ რომ თვითონ ხუთკუნჭულაში ზღაპარში არის ხუთკუნჭულა, დედა და დევი. რეალურად მეტი არავინ არ არის, ამიტომ რამოდენიმე ზღაპრის პერსონაჟი სხვადასხვა ზღაპრებიდან გაერთიანდა რამოდენიმე პერსონაჟი დაემატა და მთლიანობაში როგორც ყველა ზღაპარში ბოროტისა და კეთილის ბრძოლაა და ამ ბრძოლაში არსებობს ადამიანი, რომელიც ელემენტარულ მის ბოლო ლუკმას გაიღებს ვიღაცისთვის და აი ეს სიკეთე თითქოს ერთი შეხედვით ელემენტარული სიკეთე მას დაუფასდება და მასში იპოვიან ისეთ ადამიანს, რომელმაც შეიძლება სახელმწიფოსაც კი უხელმძღვანელოს. ზღაპრის მთავარ გმირს ხუთკუნჭულას ჭიათურელი ნიკა ნანიტაშვილი თამაშობდა. ამბობს, რომ თავისივე ქალაქში თამაში მისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. სისვალო! აუ, სად გაქრა რა? ან მწვანე ურჩხულთან რამე საქმეა? ან ვიღაც მტირალებთან იმ ჯიბყუდების ქალებს ცოლად რატო უნდა შევირტო? რატო? ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვითამაშეთ აქ და მე განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ დავინახე ჩემი მაყურებელი კიდევ ერთხელ და მე ყველანაირად ვეცადე ჩემი მეგობრები ყველანაირად ეცადნენ, რომ ჩვენი მაყურებელი გაგვეხალისებინა, პატარა ბავშვები გაგვემხიარულებინა და ამისთვის რა თქმა უნდა ჩვენ თეატრს დიდი მადლობა, ჭიათურის თეატრს, რა თქმა უნდა ჩვენს მოზარდ მაყურებელთა თეატრს, თბილისის თეატრს და ზოგადად მე მიყვარს ეს თეატრი და ალბათ მოვა როდესმე დრო და მაგ დავბრუნდები. შვილიშვილებთან ერთად ვარ და ჩემი შვილიშვილია ხუთკუნჭულა, რომელიც თამაშობს აქ. ძალიან მომწონს. მადლობა რომ ჩამობრძანდით და აქ არიან ესენი. ღარიბი ხუთკუნჭულა ოჯახის დასაპურებლად და გადასარჩენად შორგზას დაადგა, გზას, რომელიც მრავალი ხიფათით იყო სავსე. მე აღაშენიზია. ჩემი ძმების, ნათესავების და მეზობლების ტაჯვას ვეღარ ვყური. ამ გალვას თუ გადაურჩით და ორი ტაროსი მინდი, მაინც მოვიწიეთ, იმასაც ის ჯიბყუდები მიშავთ და სასიამოვნოა რომ ესეთ დღეს ჩამოვედით, ჩვენ გილოცავთ 120 წლის თავის იუბილეს, ასე ვთქვათ. და მეორე მხრივ ის იყო რომ ჩვენი პრემიერა შედგა აქ, თქვენს თეატრში და რაღაც ესეთი თანხwebdriver იყო და უდიდესი სითბო ვიგრძენით და მე ძალიან ბევრი მსმენო და ამ თეატრის შესახებ ზოგადად პირველად ვარ ზოგადად ჭიათურაში ძალიან დიდი მადლობა. რა ვიცი მე მუშაობის პროცესი იყო არაჩვეულებრივი სახალისო. მე მოხიბლული ვარ მაყურებლით, არაჩვეულებრივი დადებითი განწყობი და დიდი მადლობა მინდა უთხრა მათ აი ესეთი დახვედრისთვის.
ეშმაკობით სახელგანთქმულმა ხუთკუნჭულამ ყველა დაბრკოლება გადალახა და ზღაპარიც კეთილად დასრულდა. არაფერი დედაჩემი, შენ ხომ სულ მასწავლები? მადლი ქენის ხმაზე დადე? გაიარებში დაქრება. ასეთი და მადლი ქენი. რა ვიცი დედაჩემი, გაჭირებულებს დავექმარი, მაგრამ ღმერთია მოწმე. ეს სიკეთე იმისთვის არ გამიგეთებია, რომ რაიმე სარგებელი მიმეღო. ძალიან აქტუალურებული ვარ, მიხარია ძალიან ჭარბობს ბავშვები, ეტყობა ინფორმაცია იყო დროული მისული. პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს არის თეატრი, რომელიც დიდი ნოდარ დუმბაძის სახელობისაა. ეს არის თეატრი, რომელმაც ფაქტურად ჩვენ ქალაქს და ყოფილსა ჩვენ თეატრს მიუძღვნა ის იუბილეთან დაკავშირებით, რაც აუცილებელი იყო და გააკეთა. მადლობა ყველას აბსოლუტურად და მინდა რომ წარმატება უსურვო ჩამოსულსაც, ადგილობრივსაც და ყველას. დარბაზში განსაკუთრებით პატარების ჭარბობდნენ, ზღაპრით მოხიბლულები ემოციებს ვერ მალავდნენ. მე პირადად ძალიან მომეწონა. ისაც ჩემი აზრით ჭეთურაში ძალიან ხშირად უნდა ტარდებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ქალაქში, სადაც პატარა ქალაქში, ასეთი რაღაცები ჩვენ პატარებს სიამოვნებს თავისთავად და მოსაწონიც არის. ამიტომ მე ჩემთვის ძალიან მოსაწონი იყო. ისაც ეფექტები, ჩაცმულობა, ყველაფერი ძალიან მომეწონა. ძალიან მაგარი იყო ელორო იმასკენ ასე ძალიან მაგარი იყო. ძალიან მომეწონა სპექტაკლი და გმაყოფილი ვარ. და ბევრჯერ იქნება მაგ სპექტაკლი ალბათ. მომეწონა ხუთკუნჭულა, გაფორმება ძალიან კარგი იყო და დასაცმელებით. მინდა რომ ბევრჯერ ვიხილე ჭეთურაში ესეთი რამ. ფარდა დაიხურა, სპექტაკლი დასრულდა. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჭიათურელ მაყურებელს დაემშვიდობა.